ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით და აშუქებთ ჩვენ ღონისძიებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ყველას აქვს ხდომს ჟიურის და ყველა იმ ადამიანს, ანუ სპონსორებს, ვინც გვეხმარება წლევანდელ წელს. მინდა მოგახსენოთ, რომ წელს არის რიგით მე-11 ოქროს ფრთის, ანუ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის ოქროს ფრთის დაჯილდოება. მე გახლავართ ამ ფონდის პრეზიდენტი მეორე წელია. ისე ამ ფონდის ისტორია არის 11 წლიანი და მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის ძალიან პრესტიჟულია თავისთავად ეს ჯილდო და მან შეძლო რომ შეენარჩუნებინა ის ხარისხი, რითაც დაიწყო ეს ყველაფერი. მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ ეთერ ჯიშკარიანს, რომელმაც ეს ფონდი დაარსა და აბსოლუტურად მხოლოდ მისი ძალის ხმევით მოხდა ის, რომ ეს ფონდი დღემდე არსებობს და გადმოვიდა და მოვიდა ჩვენამდე. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ სპონსორებს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იყო, რომ შედგეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზულ ფინანსებთან დაკავშირებული. დიდი მადლობა ჯეოსელს, დიდი მადლობა ბორჯომს და განსაკუთრებით დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, რომელიც დაგვიდგა გვერდზე. და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ჟიურის თავმჯდომარეს, ანამ წარმოგიდგენდით, მინდა გითხრათ, რომ წელს არის აბსოლუტურად განსხვავებული წელი. ჩვენ შარშანვე, როდესაც ვაჯილდოებდით შარშანდელ გამარჯვებულებს, უკვე დავაანონსეთ, რომ ეს წელი იქნება რეგიონალური მედიის, ეს იქნება განსაკუთრებული დაჯილდოება. პრაქტიკულად მთელი საქართველო იქნება აქ წარმოდგენილი. მინდა წარმოგიდგინოთ ჟიურის თავმჯდომარე, იმ ჟიურისი, რომელმაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ადვილად მიაღწია კონსენსუს ადამიანების და კანდიდატების შესახებ, რომლებიც წელს იქნებიან ნომინირებული. წარმოგიდგენთ ბატონ ნუგზარ რუხაძეს, რომელიც თავისთავად გაგაცნობთ უკვე ჟიურის წევრებს და გეტყვით თუ როგორ და რანაირად 15-ში გაიმართება ღონისძიება. და მე ვფიქრობ, რომ უკვე დანარჩენს ბატონი ნუგზარი და ჟიურის წევრები მოგახსენებენ. ესე იგი, რა გამოვიდა, თაკო, რომ მე ადვილად მივხვდი კონსენსუსს, ესე იგი, ადვილად მივდივარ კომპრომისზე. არა, კომპრომისზე კი არ მივდივართ, უბრალოდ ერთ აზრზე მყოფი ადამიანები. არავის არ ეგონოს, რომ რაღაც დავთმე. არ ეგონება. გამარჯობა. კი, მე შემიძლია სრულად დავდგე. და მე ხომ მაინც სინქრონებს ჩაწერ, დავდგები თუ გინდათ. არა, უნდა იყო. კაი, ძვირფას. აჰა, ნახე, მაგარ ამას ვიზე. მიკროფონებს რომ მე კადრის შეცვლაც ადვილად შეძლო. მიკროფონი რომ გადმოვაჩოჩო. სულ ესე ვაჩოჩებ ამ მიკროფონებს. როგორც მეტყვით. აჰა. მოგესალმებით. დიდი მადლობა თაკო სიტყვისათვის და დიდი მადლობა შესაძლებლობისათვის, რომ ქართულ ჟურნალისტიკაში რაღაც, ასე იგი, მეც განსაზღვროთ და რაღაცაში მონაწილეობა მივიღო. ეხლა ნება მიბოძეთ უპირველეს ყოვლისა წარმოგიდგინოთ ჩემი კოლეგები, ჟიურის წევრები. პროფესორი ნოდარ ტაბიძე, ქართული ჟურნალისტიკის პირდაპირ ვიტყოდი მამა და პატრონი. ქალბატონი მარიკა დარჩია, ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი, მედია სახლის პალიტრის წარმომადგენელი, ბატონი გია ბუღაძე, საქართველოს საყვარელი მხატვარი, მე ასე ვიტყოდი, რომლის ობიექტურობისა ჩვენ არ მარტო ჩვენ ჟიურის წევრებს, არამედ საქართველოს ჯერა და ცნობილი რეჟისორი ბატონი გოჩა კაპანაძე, რომელმაც რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობა გამიწია ჟელობის დროს. გარდა ამისა, ნება მივიძოთ წარმოგიდგინოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, მეურვეები, მეზერების უცხო სიტყვების ხმარება. ეს არის ქალბატონი თეონა დოლინჯაშვილი, კულტურის მინისტრის მრჩეველი, რომელიც შარშანში ჟიურის წევრი. რა თქმა უნდა, შარშან ჟიურის წევრი იყო და ნუ ახლა რა ვიცი, წელსაც რომ ყოფილიყო, არაფერი დაშავდება, მაგრამ ჩვენ ესეთი პრინციპი გვაქვს, რომ ჟიურის წევრებს რა შეგვიძლია ვარირებას უკეთებთ ხოლმე უფრო, იმიტომ რომ მეტად შევინარჩუნოთ ობიექტურობა და ადამიანი არ მიეჩიოს, ასე ვთქვათ. თაკო როდონაია, ჯეოსელის, ასე ვთქვათ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი და ნიცა ჩოლოყაშვილი, კომპანია ბორჯომის წარმომადგენელი. აი, ასეთი წარმომადგენლობით ვარ თქვენ წინაშე დღეს, ნება მიბოძეთ არ შეგაწყენთ თავს დიდხანს, ნება მიბოძეთ გითხრათ რა შეა საქმე უბრალოდ.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი ოქროს ფრთა ერთადერთი ორგანიზაცია პრინციპში, რომელიც აჯილდოებს ჟურნალისტებს საქართველოში. მიმართულება ასეთია, ესე იგი ჩვენ ვცდილობთ რომ შევარჩიოთ, რა თქმა უნდა, სხვას რას ვიტყვით, აბა, რომ ობიექტურები ვიყოთ, და რაც შეიძლება სწორნი ვიყოთ ადამიანების შერჩევაში დაჯილდოების დროს, იმიტომ რომ საქართველოში მოგახსენებათ ყოველგვარი ჯილდოს გაცემა ძალიან მწვავე, გამწვავებულ აზროვნებასთან და გზნობებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ჩვენ ვფრთხილობთ, რაც შეიძლება, დამაშიათ შეიძლება დაგვაბრალოთ ეს ობიექტურობა და ეს ფონდი რა 11 წელიწადია ცოცხლობს, მაგრამ უნდა გითხრათ, ეს უკანასკნელი 2 წელია თამარ ფაგაძის ხელში აგრძელებს თავის ბედნიერ შემოქმედებას და ცხოვრებას, თუმცა ქალბატონ მეთერ ჯიშკარიანმა ეს დიდი სიამაყის გზნობით და დიდი სიამოვნებით გზნობით ჩააბარა მას მისი შექმნილი ორგანიზაცია თაგოს და მე რა თქმა უნდა მეც მადლიერე ვარ ამით. ალბათ ამინდა გითხრათ, რა გავაკეთეთ წელს შედარებით განსხვავებული შარშანდელთან. როგორ მოვიქეცით? დავფიქრდით და აღმოჩნდა, რომ ჩვენ რეგიონები გამოვჩა. და ეს იყო ქალბატონი თამარის ინიციატივა, რომელსაც დიდი მხარდაჭერა მიიღო და დაჯილდოებულ და ესე მომავალ ჯილდოს მფლობელთა, ანუ კანდიდატთა, ასე ვთქვათ, უმრავლესობა არის რეგიონებიდან. და ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს სწორი ნაბიჯი გადავდგით. რატომ? იმიტომ რომ მე მინდა იცოდეს თელმა საქართველოს, რომ საქართველოს რეგიონებში არიან და თუ ასე ვთქვათ, რამეს გადავაჭერბებ, გამაჩერეთ და გამისწორეთ. საქართველოს რეგიონებში არის მუშაობენ უნიჭიერესი ქართველი ჟურნალისტები, რომელთათვის რომელთა მიმართ შეიძლება გამოვაცხადოთ ნდობა, რომ საქართველოს ასე ვთქვათ, საზოგადოების დახვეწაში და მის უკეთესად ორგანიზებაში ნამდვილად შესაშურ მონაწილეობას ღებულებენ და ჩვენ მათ შეგვიძლიათ მივანდოთ საქართველოს, ესე იგი, ასე ვთქვით, ჟურნალისტური ფორუმის, ასე ვთქვით, მომავალი ცხოვრება. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, სწორად მოვიქეცით. ახლა როგორ ხდება წარდგენა? ნუ ორგანიზაციები ჩვენ მიმართავთ შესაბამის ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა მედია ორგანიზაციებს, ესენი წარმოგვიდგენენ და მთელი წლის განმავლობაში ის რომ ჩვენ წელიწადში ერთხელ ვაჯილდოვებთ, ასე ვთქვათ, ჟურნალისტებს არ ნიშნავს იმას, რომ ფონდი გაჩერებულია. ფონდი ამ დროს მუშაობს. რას ნიშნავს მუშაობა? ეხლა ფოხით ხელში ყანაში არ ვართ გასული, რა თქმა უნდა, მაგრამ ვაკეთებთ რას? ვაკვირდებით ჟურნალისტის მუშაობას, ვაკვირდებით მის პროფესიონალიზმს, მის შრომის უნარს, ვაკვირდებით შედეგებს. ანუ რა შედეგებით მოდის ჟურნალისტი, ანუ მისი სიუჟეტი, მისი ნაწარმოები, ნაწერი, მისი რადიო ეთერი და ასე შემდეგ, რამდენად ეფექტურია, როგორ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ამას ვაკეთებ მიკროსკოპის თვალით ვაკვირდებით ამას. და სიმართლე გითხრათ, იცი ეს გვეხმარება იმაში, რომ შემდეგ მოხდეს ობიექტური შერჩევა და მათი წარდგენება საზოგადოებისათვის. ნუ ჩვენ გამოვალთ, ასე ვთქვათ, ჩვენი შემდეგი გამოსვლით, ეს იქნება 15 აპრილის აღამოს და აი ამ საღამოს გადაწყდება, ასე ვთქვათ, მათი ბედი, ვინც აღმოჩნდა დღეს აი ამ ყულაბაში, წარდგენების ყულაბაში. არ მგონი რომ მეტი სალაპარაკო მქონდეს, თან არ მინდა რომ სიტყვა გამიგრძელდეს, მე მინდა ყველას მადლობა გადაუხადო ძალიან დიდი მობრძანებისათვის, მინდა ჩვენ სპონსორებს, როგორც თაკომ თქვა, ინტერვიუზე დიდი მადლობა უთხრათ, იმიტომ რომ მათ გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა ამ ღონისძიების ჩატარება, თუმცა ისიც მართალია რომ ჟურნალისტი ამ ჯილდოს გარეშე ისევ ჟურნალისტად დარჩებოდა, ისევ ნიჭიერდა კარგ ჟურნალისტად დარჩებოდა, მაგრამ იმედი მაქვს რომ ასეთ ჯილდოს აქვს რაღაც ძალა ისეთი, არც თუ არა მაგიური, რომელიც აძლევს ჟურნალის სტიმულს იყოს უკეთესი და თავის თავს გადააჭარბოს. დიდი მადლობა ქალბატონ და ბატონ ჟიურის წევრებს და თუ ვინმე სურს რაიმეს თქვას, ასპარეზი თქვენია. გადავცო მიკროფონები იქით თუ ჩაწერთ სინქრონებს? შეიძლება კითხავთ. დაჯილდოვდება ოქროს ფრთის ფარგლებში. ნომინაცია თავისთავად არის ოქროს ფრთა, ეს არ არის, რომ ვთქვათ, საუკეთესო ან რისკი ან რეპორტაჟის ან უბრალოდ გადაეცემა და დაჯილდოვდება 20 ჟურნალისტი, 20 ნომინანტის არის კანდიდატი არის წარმოდგენილი.
კი, რა თქმა უნდა, განსაზღვრული გვაქვს რამდენი რეგიონიდან და ეს არ არის რომ მარტო რეგიონიდან იქნება საქართველოს მედია სივრცეც და რაც ყველაზე მთავარია ჩვენ შარშან დავაანონსებთ რომ წელს იქნებოდა რეგიონების წელი და წელს ვაანონსებთ რომ მომავალი წელი იქნება პრესის წელი, იმიტომ რომ მაინც ყოველთვის ესეა რომ ტელეჟურნალისტიკა უფრო სახეზეა და უფრო ჩანს ვიდრე პრესის ჟურნალისტიკა, ამიტომ გადავწყვიტეთ ყველამ ერთად რომ მომავალი წელი იყოს პრესის. მოდი ერთი კომენტარი გავაკეთოთ ასეთი. თუ ვინმეს უნდა გითხრათ რომ რაოდენობა იყო კამათის საგანი ჩვენი მსჯელობის დროს. მე მაგალითად ვიყავი პირადად ვიყავი და ბატონი ნოდარტაბიძე პროფესორი ნოდარტაბიძე ჩემთან ერთად წინააღმდეგი ასეთი რაოდენობისა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არა მე როცა დამარწმუნეს კოლეგებმა რომ არა ეს უპრიანია, ეს ოპტიმალურია და სწორია, მართლა დავარწმუნდი, იცი? და მოდი ამას უნდა ვარქვით, რაღაც უკან დახევა საუბარ, შეგნება ხო გაქვს? დავიჯერე და მართლაც დავთანხმდი ამას. რატომ? რით არის გამართლებული ეს რაოდენობა? აი ჩვენ ვცდილობთ აი ძალიან გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ ამას, რასაც გეტყვით. ჩვენ გვინდა მიმართულება ასეთია ჩვენი აზრის, რომ ეს რაოდენობა გადავზარდოთ ხარისხში. აი რაოდენობა დაჯილდოებული და წახალისებული ჟურნალისტებისა უნდა გამოიწვიოს ჟურნალისტური ხარისხი საქართველოში, მთელს რესპუბლიკაში და ეს ასეც მოხდება. ამიტომ ჩვენ რაოდენობისა გვჯერა და მიგვაჩნია რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღებთ. გადავცემ ხო იქით მიკროფონებს თუ ჩაწერთ, ბავშვებო, მითხარით რა ვქნა. ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში. მარიკას. კი, გადავცემ და მე სინქრონებს ხო ჩაწერთ და ამიტომ მარიკა იტყვის და მე გინდა მოგესალმებით, ჩემთვის ნამდვილად პატივია ასეთ კონკურსში მონაწილეობა და რთულიც არის ყოველთვის, იმიტომ რომ ბატონმა ნუგზარმა აღნიშნა, რომ აქ არ იყო მხოლოდ 20, აქ კიდევ ამ მეტი იყო, რა თქმა უნდა, კანდიდატები და იყო გარკვეული, მაგიტომაც არის ალბათ ჟიური და არ არის ერთი ადამიანი, ესეც განსაზღვრულია და სწორად არის ვთქვათ ორგანიზებული. ნუ აირჩია 20. მე ალბათ იმ კატეგორიაში ვიყავი, რომელიც თვლიდი და ჩვენ რომ უპრიანია სწორედ ეს 20, როდესაც შენ ამ ჯილდოთი პრაქტიკულად ამბობ, ეუბნები, რომ მე შენ დაგინახე, შეგაფასე და ამ ეტაპზე მინდა რომ იგი ძალიან ძნელია სხვადასხვა 20-ით კი ხანდახან რომ მიფიქრო ასეთ დიდ რა ვიცი არმიაში როგორ ჟურნალისტებენ და რა საქმესაც ისინი აკეთებენ დღეს 20-ით კი ცოტა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვთვლი რომ აი ჩვენ ვთვლით და უშუალოდ აქეთა ფლანგი მახსოვს რომ ასე ვთვლიდით რომ 20 ნამდვილად კარგი არჩევანი იყო და აი სწორედ ბატონი ნუგზარის არ იყოს, ეს არის ის რაღაც გარკვეული აღნიშნა, როდესაც ჩვენ გინდა რომ მათ და მის სწორება ან მომავალი სწორება იყოს უფრო მაღალი თამასით. და რა ვიცი, ესეც ძალიან კარგია, როგორც თაკო ამბობს, ახლა წელს თუ იყო უმრავლესობა, რა თქმა უნდა, იქ არა მარტო რეგიონალური პრესა, სხვა წარმომადგენლებიც არიან, მაგიტომაც არის და ვინახავთ ამას 15-ისთვის, რომ ეს უფრო საზეიმო იყოს და მართლაც ცოტა მოულოდნელობა ამაში იყოს და აი მომავალი წლის ეს ანონსიც უკვე რომ ეს იქნება პრესაზე აქცენტი, ესეც ძალიან სასიამოვნოა და აი უკვე არის იმის ასე ვთქვათ სიგნალი ან ნიშანი, რომ პრესის გამულენა პრესაში მომუშავე ჟურნალისტებიც იყვნენ ასე ვთქვათ მომართულები და მზად რომ იყვნენ ამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პრემიის ლაურეატები. თავსაკე ჩავწერთ ხო? აი გინდა გაჩვენოთ თვითონ როგორი არის ეს უნდა და კამერას თუ მე მაგინ ეს რეგრესობით აღდგენს მაგდან დაიწყოს ჩაწერა. სწორედ ესეთი ამბავი იქნება რომ